ბიუჯეტო შემოსავლებში გეგმასთან მიმართებით ჩამორჩენა ამ თემებზე უკვე საუბარს სტუმართან ანალიტიკურ ცენტრ GeoCase-ის მრჩეველთან ნიკოლოზ ალავიძესთან ერთად ვაგრძელებთ. მოგესალმებით ბატონ ნიკოლოზ. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუდიაში სტუმრობისთვის, რომ შევაჯამოთ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მაჩვენებლები. ჩვენ ვნახეთ, რომ შედარებით მაინც მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდებოდა ივნისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.3% იყო, ჯამურად 8.3%. თუმცა ის შენელება ბოლო თვეებში გარკვეულწილად შეინიშნება. რაზე მეტყველებს ეს მოლოდინები და რა მოლოდინში მაჩვენებლები და რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს უკვე დარჩენილ წლის მეორე ნახევარში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ზრდა ცალკე აღებული, საკმაოდ პოზიტიური ციფრია, დიდია, უახლოვდება ორ ნიშნას ან რაღაცა ნიშნას, თუმცა კიდევ და კიდევ ჩვენ ადრეს გქონდა თქვენ ეთერშიც სხვა კოლეგებმაც და ეკონომისტებმაც და ბიზნესმენებმაც გააკეთეს ეს შეფასებები, ისევ და ისევ იგივეს გამეორება მომიწევს და არ ვიქნები ორიგინალური, თუ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი არის მანიპულირება ციფრებით, სამწუხაროდ ეს არის უბრალოდ რახარუხი ციფრების, რის უკანაც არ დგას სისტემური, ინსტიტუციური, მყარად გამაგრებული, ასე ვთქვათ, ეკონომიკური ეფექტი, რომელიც კრიტიკულად საჭიროა ქვეყნისთვის. ვიდრე ამ თემას გავაგრძელებდი, არ მინდა რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფუნდამენტური საკითხი არ ვახსენო კიდევ და კიდევ, ეს არის ის გაბატონებული უსამართლობა და სისტემის რღვევა სამართლიანობის, რომელიც ჩვენ ვაკვირდებით ყველაფერს, მინდა ჩემი სოლიდარობა დავაფიქსირო ქალბატონ მზიას და ყველა სხვა უკანონო პატიმარის მიმართ. თავისუფლება აუცილებელია, ეს აუცილებელია როგორც მათი პიროვნული და პირადი ცხოვრების და მათი ოჯახებისთვის და მათი ახლობლის, არამედ ქვეყნისთვის. ეს არის ერთადერთი თუ არა ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ჩვენს ეკონომიკაზე აუცილებლად აისახება უკვე ამ დარჩენილ პერიოდშიც. ახლა დაუბრუნდეთ ამ ციფრებს და ამ რახარუხს ჩვენ ვაკვირდებით. პირველი კვარტალის ბოლოსაც ესეთივე საუბარი გქონდა, თუ გაიხსენებთ თქვენ, რომ იყო ვამბობთ მაშინ, ეს არის სიმპტომატური ეს ყველაფერი, კარგია რომ არის ზრდა ციფრებში, კარგია რომ გადახედეს საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებმა თუ მსოფლიო სავალუტო ფონდმა, თუ მსოფლიო ბანკმა ზრდის პირველად მონაცემებს, რომელიც ორნიშნა იყო, შემდეგ შეამცირეს, ახლა კიდევ რაღაცას მიდის, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ რაღაც ციფრებით მანიპულირება. ეს არის ის მოლოდინები იმ ფუნდამენტურ ფაქტორებზე დაყრდნობით, რომელზეც იმ ორგანიზაციებმა შავი თეზე თუ ლურჯით თეთრზე თუ რა ვიცი წასაკითხი წაკითხვადი მელნით თეთრ ქაღალდზე მოგცეს დასკვნები და რეკომენდაციები. ჩვენი ეკონომიკის ზრდა პირველ კვარტალშივე რეალური ზრდა და არა ციფრებზე ხო შენელდა, ამიტომ ჩვენ დავაკვირდეთ რეალურ ეკონომიკას. რეალური ეკონომიკა არის ის მომსახურება და პროდუქტები, რომელსაც ჩვენ ვქმნით, რომ შევინარჩუნოთ რაღაც ჩვენი სახე, ეკონომიკური სახე და მეტნაკლებად გადავანაწილოთ ეს ეკონომიკური სარგებელი მთელს ქვეყანაზე, მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურაზე და ასე შემდეგ. თუ დავაკვირდებით ჩვენ აი ამ რახარუხა დიდი ზრდების პარალელურად, გვაქვს სიმპტომატური უკვე შემცირება მთავარი გადასახადების, მათ შორის DGG-ს. ჩვენ გვაქვს 5 გადასახადი ამ ქვეყანაში, რითიც ჩვენ თავს ვიკვეხნიდით, მათ შორის არის ეს არაპირდაპირი გადასახადები, ეს არის DGG და აქციზი. ორივე გადასახადი წარმოიქმნება რეალური სერვისის მომსახურების ან პროდუქტის მიწოდების შემთხვევაში. თუ ჩვენ დავაკვირდებით, პირველ კვარტალში ეს შედეგი იყო მცირედი ცვალებადობა შეცვლა, მაგრამ ეს ტრენდი გაგრძელდა მეორე კვარტალში, მაგრამ საგადასახადო შეგროვების კუთხით ფინანსministro გვაუწყებს, რომ გადაჭარბება გვაქვს 0.5% ტაში ამხანაგებო დაჯექით საბჭოთა კავშირის რაღაც 297 ყრილობას მიესალმება ყველა ესეთი არაპატივცემული გვამი თავის ტეშის დაკვირით. დიდი ბოდიში ამის ალეგორიაზე, მაგრამ დაახლოებით ამასთან გვაქვს საქმე. ჩვენ თუ დავაკვირდებით, თითქმის 300 მილიონი ამ 100.5% ზრდაში არის სხვა გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი. პირველ კვარტალშიც ეს იყო. რაზე შეიძლება მეორე კვარტალში, რომ ანუ შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის სისტემა გვაქვს ნამდვილად, მეორე მხრივ აი ეს გეგმა რაც იყო, იქნება ეს DGG იმპორტის აქციზის გადასახადი ჯამურად არის 217 მილიონიანი ჩამორჩენა, თუმცა როგორც თქვენ თქვით, სხვა გადასახადებში პირიქით 211 მილიონი არის დაახლოებით. ხო, რაზე მიუთითებს რომ დავაანალიზოთ ეს მონაცემები. ამ ყველაფერს მე ალეგორიას შევადარებდი ისევ, ყველასთვის ცნობილი გენიალური ქართული ფილმიდან, არაჩვეულებრივი გამოფენა, ერთ-ერთ შეკვეთაზე რომ არის, ხო, აი თვალი გავს, ხვრი გავს, პირი ნიკაპეს, მაგრამ არ არის ის ჩემი აფრასიონი თუ რაღაც სახელი როა და ამ შეკვეთას რო წაიღებენ მთელ ამ დოულაც იმ მსოფლიო ომის პერიოდში. ზუსტად ესეთი მონაცემები გვაქვს ჩვენ, აი ეს ეკონომისტები, ვისაც ეს ესმის, ის ბიზნესმენები ზუსტად ცხვირი გავს, პირი გავს, მაგრამ მთლიანობაში ეს ის არ არის და ამ
პროდუქტში ფულს არ გადავიხდით და არ იხდიან და შესაბამისად არ იხდიან ინვესტორებიც, ვინც ამას ერგვებიან. მარტივად რომ ვთქვათ, ეს სიმპტომი არ არის ჯანმრთელი, ეს არ არის კარგი, თუმცა ეს არის საწყის ეტაპზე. პირველი კვარტალი არის ჯერ უკვე, პირველი ნახევარი არის გასული წლის და მეორე ნახევარი დარჩენილი გვაქვს, საკმაოდ რთული ნახევარი გველოდება წინ, იმიტომ რომ ჩვენ მარტო ქვეყნის ეკონომიკას არ უნდა შევხვდეთ გლობალურ ეკონომიკას, რომელსაც სოფლიო ბანკის დასკვნით, აი თანამედროვე და Moody's-ის უახლოესი კვლევებით უდგას გლობალურ ეკონომიკას უდგას 60-იანი წლების მერე ყველაზე მძიმე პერიოდი ამ გაურკვევლობების, ამ სატარიფო და ასე შემდეგ. ჩვენ შემთხვევაში გადმოდის. როგორ შეიძლება ახსნათ ის რომ თქვათ არის შედარებით მაღალი ეკონომიკური და მაგრამ გეგმასთან მიმართებით ჩამორჩენ არის ჩამოთვლილ ბევრ გადასახადში, მათ შორის დღეგეს გადასახადი, როგორც ვიცით, ერთ-ერთი მთავარი, თქვათ, გამსაზღვრელი არის როგორი ეკონომიკური აქტივობა, ხო? ბიზნესში, აი რაზე მიგვითითებს ეს, რისი სიმპტომია, როგორც თქვენ ამბობთ? სიმპტომი არის ნეგატიური პროცესების დაწყების, როგორც შექსპირმა თავის დროზე თქვა, დანიის სამფლობელოში რაღაცა თამთავროში რაღაცა ყარს, ამიტომ ეს არის სიგნალი. იმისი წითელი დროშა ანთებულია, რომ კეთილგონიერი მართველებისთვის, რომ მათ დროულად მოახდინონ ადრესაცია ამ სიგნალზე. ეს არ არის ერთი ხვრელი ნავში, ეს არის ბევრი ხვრელის დამოუკიდებლად გაჩენის სიგნალია და გუნდური მუშაობით არის საჭირო, რომ ეს ხვრელები ამოიცნოს, რომ ეს ნავი თუ გემი არ ჩაიძიროს. რეალური ეკონომიკა განისაზღვრება ზუსტად აი ამ მთავარი გადასახადების მოქმედებებით, რომელიც შემცირებულია. ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არ არის რეალური ეკონომიკური ზრდა. ეს არის ბუტაფორიული ზრდა, ეს არის სტატისტიკური მანიპულაციები, სახელმწიფოს ხარჯვა, ანუ ეს შესაბამისად არის სახელმწიფოს დის მოცულობას, ხარჯვის ზრდის თავისი დაბალ ეფექტური დასაქმებულების რაოდენობას, ჩვენ ვნახეთ, ხო, სახელმწიფო დასაქმების კოეფიციენტი რეალურად გაზრდილია, სტატისტიკაში არის მანიპულაციები, თუმცა არ იმალება იქაც. თითქმის 20% არის დაუსაქმებელი, ანუ უმუშევრობის დონე ოფიციალურად ხო ვიცით, რომ უმუშევარი არის მეთოდოლოგიით რაღაც 15 თუ 16%, თუმცა იგივე მეთოდოლოგიით უმუშევრად, თუმცა სამუშაო ძალისთვის შეუფერებელი ძალა არის დაახლოებით 20% ჩვენი მოსახლეობის, რომელიც ტექნიკურად შეიძლება არ ჩათვალონ უმუშევრობის იმაში და ფაბრიკაცია მოხდება. რეალურად დოლარს ეს ხალხი არ ქმნის, არის უგზო-უკვლოდ გაბერილი ბიუროკრატიული აპარატი და გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც რა თქმა უნდა ცალკე აღებული, აი თვალი გავსწრები გავს ეკონომიკურ ზრდაში იღებს მონაწილეობას, იმიტომ გაეზარდა ვიღაცას შემოსავალი. როცა თქვენ შეიძლება მანიპულაციური და ეს იყოს, იმაზეც ხომ არ მიანიშნებთ, აი ბევრი ეკონომისტისგან მოვისმინეთ, რომ იმიტომ შეიძლება თქვა არაისახებოდეს აი ეს შემოსავლები ბიუჯეტში, იგივე დღეგეთ ვიქნება, რომ დიდი ზრდა წილის იგივე IT სექტორზე მოდის, რომელიც ვიცით, რომ რაღაც გადასახადებისგან გათავისუფლებული არის და შეიძლება რაღაცა ბრუნვები აქვთ და აქ რაღაც არაფერი შეცდომა და ტყუილი არ იყოს, უხეშად რომ ვთქვათ, თუმცა არ შემოდის ეს გადასახადები ბიუჯეტში და თქვათ ის ბიზნესები, რომლებიც თქვათ რეალური ეკონომიკა თუ კი გადავდებთ IT სექტორს, რომელიც უნდა აგენერირებდეს აი ამ გადასახადებს, თქვათ მათ ისევ კარგად არ მიდით დადებითად ეკონომიკური ტენდენციები, როგორც თქვათ ეს მოლოდინი იყო. აი ამასთანაც ხომ არ გვაქვს საქმე. ეს ცალკე აღნიშნული საკითხია და მოდით ვიდრე ამ თემაზე გადავთ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია თან ყველაფერთან ერთად, მაგრამ ეს დღეგეს ამბავი რომ დავამთავროთ და ეს მანიპულაციური ნაწილი. ამიტომ დღეგეს შემცირება სიმპტომატური ნიშნავს, რომ რეალური ეკონომიკა ჩვენ გვიმცირდება. ზრდა არის ბუტაფორიული, ზრდა არის სახელმწიფო დანახარჯებზე, რომელიც არაფერს მომცემია, შავი ხვრელია, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა, კორუფციული ხარჯვითი ნაწილი იზრდება ასეთ უგზო-უკვლოდ გადიდებული იმაში, იმიტომ რომ 200 ადამიანს რო უხდი ხელფას მაღალმთიან რაიონში, სადაც მოწყვლადი მოსახლეობა ძალიან დიდია და იმ სერვისებში უხდი ხელფას, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს, ანუ არც აუზები არის და არც სპორტული დარბაზებია და არაფერი, მაგრამ დაახლოებით 200 თუ 300 კაცი დასაქმებულია ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, ესეც კორუფციის ნაწილია. პატარ-პატარა ფაზლებით იკვრება დიდი სურათი. რაც შეეხება და აი ამ საკითხში წინასწარ გადახდილი ამ ექსეს გადასახადებს დავუნა, ეს არის ძალიან დიდი თავის ტკივილი ჩვენი დარჩენილი 6 თვისთვის და წლის ბოლოსთვის. ეს არ არის ის გადასახადი, რომელიც ამ 100.5%-იან ზრდაში მიიღო მონაწილეობა და იგი დარჩება. ეს არის აქტივი, ავანსად გადახდილი. ვიღაცას თხოვეს და წინასწარ გადაიხადა, რომ ეხა ციფრები დავამგვალოთ. ეს არის საპნის ბუშტი ზუსტად. პირამიდა, როგორც უქსმენია, პონზი სქემა, ასე ვთქვათ, რომელიც წლის ბოლოსთვის ეს გადასახადი, წინასწარ გადახდილი სხვა გადასახადი აუცილებლად იპოვის თავის ადგილს რეალურ გადასახადში, რომელიც ამ კონკრეტულმა მეწარმეების ჯგუფმა წინასწარ ესე კეთილინებით წაახმარეს ხელი. ეს არის დათური სამსახური ზუსტად, იმიტომ რომ მომდევნო 2 კვარტალის განმავლობაში დიდი ალბათობით თუ ასე გაგრძელდა,
და არაფერი რადიკალური და ზეციური სასწაული არ მოხდა ჩვენს თავს, ეს დღეგეს პრობლემა კიდევ უფრო შემცირდება. მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ტურიზმი, რა კარგია, მაგრამ ხო ერთი ისევ თვალი გავს, ტურიზმი იზრდება, რა კარგია, ციფრები არისო ყველაფერიო თუ არ არისო, ხო, დიდმა მოაზროვნეებმა თქვეს, ხო, 21 საუკუნის. მოდი ვნახოთ ვის ხარჯზე იზრდება და მეორე მხარეს ვისთვის ხარჯავთ ჩვენ მარკეტინგულ აქტივობებში, საიდან გვინდა ტურისტი მოვიყვანოთ, ხო? იხარჯება მილიონობით ტუგრიკი და ლარი და რა ვიცი, დოლარი და ევრო და გირვანქა, ისეთ ბაზრებზე, საიდან ჩვენი ტურისტული ნაკადები არ იზრდება, თუმცა აი ამ პირველი ნახევრის ტურისტული ნაკადი გაიზარდა, რა კარგია გვიხარია, მაგრამ გაიზარდა ისევ და ისევ რუსეთის ჩვენი სამეზობლოს ხარჯზე და რაღაც ისეთი ქვეყნების ხარჯზე, სადაც ტურიზმის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ხალხი არ არის მათი საოცნებო სეგმენტი, მათთვის არის ეს უხოლოდ და მხოლოდ უფრო ხარჯი, ეს ტრაფიკი, მომსახურება უფრო მეტი უჯდებათ და ძალიან საშუალო პერიოდში უკვე საშუალო გრძელვადიაზე არა იქნება მათთვის პრობლემა. ეხლა დაუბრუნდეთ მთავარ კითხვას IT-ის ნაწილს. აი ძალიან მოკლედ შეიძლება რომ ესეც არის წმინდად ბუტაფორიულის და ეს სერვისი და ეს მიმართულება რა თქმა უნდა კარგია რომ დაიბეგრა შეღავათიანი ტარიფით, მაგრამ შეღავათიანი ტარიფს რა აზრებს? ხო, უბრალოდ იტრიალოს რაღაცამ, დაკარგოს, დაახარჯოს ჩვენი ენერგია, გამოიყენოს ჩვენი ინფრასტრუქტურა, მივიღოთ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სვეთა და არანაირი ბენეფიტი, მხოლოდ ციფრების სტატისტიკაში რომ გვესდება ეკონომიკა. ანუ რა სარგებელი მოუტანა აი ამ ზდამ ეკონომიკას აქედან უნდა გამოვიდეს. აი ამ შეღავათიანი ტარიფების დაწესებას აქვს ზუსტად ეგ აზრი. ეს აზრი იყო ის ამ ინიციატივის და ამ კანონის და ამაზე მუშაობა დიდი ხანია მიდიოდა უბრალოდ იყო ის რომ ჩვენ მოგვეზი და ეს თავები, ვისაც შეუძლია ღირებულების შექმნა, მათგან გვესწავლა და მათგან აქ ადგილზე შექმნილი დოვლათით მიგვეღო ასე ეს ჭკვიანი კაპიტალი მოგვეზი და ადგილზე ყოფილიყო ესენი, ადგილიდან მოხდარიყო რაღაც გენერირება და ჩვენ ყოფილიყავთ როგორც ჰაბი. ახლა ჩვენ ვართ აქ როგორც ფონზი ჰაბი, ჩვენ ვართ უბრალოდ IP მისამართი ვირტუალურ სივრცეში, საიდანაც ხდება ძირითადად ისეთი ქვეყნების სერვისების გატარება, რომელიც დასავლეთში და რეალურად გადამხდელუნ არიან ქვეყნებისთვის მისაღები არ არიან. ხდება ჩვენი ტერიტორიის და ჩვენი ჰაბის ამორტიზაცია მხოლოდ, არანაირი დამატებითი სარგებელის მიღებას ჩვენი ეკონომიკა არ იღებს გარდა ბუტაფორიული ამბისა. აი ხა მაგალითად არ ვიცი ხა თქვენი ეთერით იყო თუ არა, ძალიან დიდი და მძიმე, როგორც ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის, მძიმე ფაქტი დაფიქსირდა, საერთაშორისო პრესა უკვე ამაზე წერს, კრედიტ ინფოს ინფორმაციას მოხდა გაჟონვა. გაჟონვა ეს არ არის რაღაც დოქიდან პატარა ნახვეთი გავიდა, ხო? ძალიან დიდი ინფორმაცია ნებისმიერი საქართველოს ცესხებელთან დაკავშირებით, რომელიც ბანკებს შორის იცვლება, სადაც ჩვენ ნებაყოფლად ვაკეთებთ, სერვერი, რომელიც რაღაც ჩეხეთში თუ რაღაც აღმოსავლეთ ევროპაშია განთავსებული, მაგრამ აქაურობას ემსახურება და ამ ეკოსისტემის ნაწილია, აღმოჩნდა დიდად დაუცველი. ესეც ამ ICT, ანუ საინფორმაციო და კომუნიკაციების კლასტერის ნაწილია და ძალიან სატრუქია, ძალიან მოკლედ მე კითხოთ, აი ბოლო პერიოდის იგივე დაკავებების ფონზე ყოფილი მაღალჩინოსნები და ასე შემდეგ, აი ეს კორუფციაზე ბრძოლის მიმართულებით თითქოს გააქტიურდა, ხო, რა შეიძლება უკავშირდებოდეს, თქო, რეალური მიზანი არის თუ რა ხდება ძალიან მოკლედ რომ მე ვერ ვიტყოდი რომ ეს რაღაც გააქტიურება, ეს არის რაღაც უბრალოდ რაღაც ძალიან ესე დაბალფასიანი, დაბალბიუჯეტიანი, უხარისხო კომედიური ჩვენება რაღაცა სანახაობის ნაწილში, რომელსაც ეს რაღაც ჯგუფი თავის რამოდენიმე პატარა მომხრეზე აქვს გათვლილი, არ მგონია რომ ისიც დაინტერესდეს. არანაირ ჩვენ ვიცით კორუფციის მოცულობა რამხელაც არის. ადრეც თქვი ერთ-ერთში რომ არის ესეთი ცნება ანგელოზების წელი და ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ბიუჯეტს ზდას დავარქვათ ეშმაკების წელი ზუსტად აბსოლუტურ ციფრში ის 9 თუ 10%-იც არის ზუსტად ის თანხის მოცემულობა დაახლოებით, რომელიც ყვითელ პრესაში ტრიალებს, მე არავის არაფერს არ ვაბრალებ, უბრალოდ ჩვენ ვიცით გვესმის მუდმივად ეს ტრიალებს და ესეც არის რომ დაახლოებით იმ თანხებზეა საუბარი, რომელიდან ბიუჯეტიდან ესე მოჭრილად ეშმაკების წელის რაღაც მიდის. მე არა ვარ დარწმუნებული რომ ეს რაღაცა წვრილფეხა ლიფსიტები, ვინც ესე საჩვენებლად თითქოს რაღაც ესე ვითომ შეფარულად დააკავეს იმ ადამიანებმა გაფლანგეს ეს ამხელა თანხები მარტოებმა, დამოუკიდებლად არავინ არ იცოდა და რაღაცა ეს დიდი ბრძოლა გამოცხადდა. მე ვერ ხედავ კორუფციასთან ბრძოლას, მიუხედავად იმისა, რომ ჩანს ეს კორუფცია, როგორც ფინანსური, მატერიალური, ისე კომპეტენციიდან და საპირისპირო მერიტოკრატიისა კორუფცია ამ სახელისუფლებო რგოლში, რომელიც ვერც კომპეტენციით, ვერც ჯანსაღი აზროვნებით, ვერც განცხადებებით, რომელიც სახელმწიფოს
ამ ქართული ერის სახელით უნდა კეთდებოდეს, კეთდება ჩვენი პარტნიორების მიმართ, ესეც კორუფციაა, ესეც სიმძიმეა და რითიც დავიწყეთ, იგივე თემა დავამთავროთ, ეს ყველაფერი არის იმედიათად დროზე მოეგებიან ყველა მგონს, ან მოხდება რაღაცა დიდი ღვთიური სასწაული. ძალიან დიდი მადლობა ნიკო, სამწუხაროდ რო აღარ გრჩება, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ნიკო ზალავიძე ჯეოქეისის მრჩეველი იყო ჩვენი სტუმარი, როგორც მოისმენთ, საუბრობთ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, საქმის კურსი ამ დროისთვის დასრულებულია. ჩვენ უკვე ერთმანეთს 17 საათსა და 40 წუთზე შევხვდებით დროებით.